მოგესალმებით შინაურულის მარტივი რეცეპტების არხიდან. დღეს მოგიტანეთ ბისკვიტის კლასიკური რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ. შინაურული კი აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მაშასე პირველ რიგში მოვამზადოთ 2 ჯამი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და მასში 6 კვერცხი გავაცალკევოთ ცილებად და გულებად. უკვე კვერცხები გავაცალკევეთ, 6 კვერცხის ცილას დავამატოთ მწიკვი მარილი და დავიწყოთ მიქსერით ათქვეფა. როცა კვერცხის ცილები კარგად აითქვიფება, აი ესე გათეთრდება, დავამატოთ 100 გრამი შაქარი და კვლავ განვაგრძოთ მიქსერით მასის ათქვეფა. აუცილებლად ბეზე კარგად უნდა აითქვიფოს, ისე რომ მასა არ გადმოდიოდეს ასათქვეფი ჯამიდან. იმისათვის, რომ ბეზე იდეალური გამოგივიდეთ, ჯამიც და მიქსერის შხირებიც აუცილებლად უნდა იყოს მშრალი. ბეზე უკვე ავთქვიფეთ, ახლა კი კვერცხის გულებს დავამატოთ 80 გრამი შაქარი და კვლავ ავთქვიფოთ მიქსერის საშუალებით. კვერცხის გულების ათქვეფას არანაკლები ყურადღება სჭირდებათ, რადგან კვერცხის გულები შაქართან ერთად აუცილებლად უნდა აითქვიფოს გათეთრებამდე. უკვე კვერცხის გულებიც ავთქვიფეთ, ათქვეფილი ბეზე პორციებად გავხსნათ კვერცხის გულების ათქვეფილ მასაში, აი ამ მოძრაობით, ქვემოდან ზემოთ. არამც და არამც კვერცხის ცილები და ათქვეფილი კვერცხის გულები არ შეიძლება ავურიოთ მიქსერის საშუალებით, მხოლოდ და მხოლოდ ნიჩბის ან ხის კოზის მეშვეობით. მოძრაობა კი კვლავ უნდა იყოს ქვემოდან ზემოთ. ამ მიმართულებით არევისას მასა ივსება ჟანგბადით და უფრო ჰაეროვანი ხდება. როცა ყველას კარგად აურევთ, დავამატოთ 180 გრამი ახალ გაცრილი ფქვილი ერთ ვანილთან ერთად. 180 გრამი ფქვილი აუცილებლად უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, თან ახალგაცრილი, ჟანგბადით გაჯერებული, რომ ბისკვიტი კიდევ უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვიდეს. როცა ფქვილს ბოლომდე შევაზელთ, გადავიტანოთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის საცხობ ქაღალდ ჩაფენილ ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე. ცხობის პერიოდში არ ვაღებთ კარს, განსაკუთრებით 20-25 წუთის განმავლობაში. თვითონ ბისკვიტის ცხობა სჭირდება 45-50 წუთი. როცა გამოცხება, გავაცივოთ ფორმაშივე და შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან. ხოლო შემდეგ გაცივებული ბისკვიტი გავჭრათ რამდენიმე ნაჭრებად. მე გავჭერი 3 ფენად, რომლისგანაც გამოვაცხე უგემრიელესი და ულამაზესი მარწყვის ტორტი, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულის არხზე. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.